შესაძლებელი? უპირველეს ყოვლისა, მადლობა მოწვევისთვის, გამარჯობა. გამარჯობა. რაც შეეხება დიალოგს. როგორ გითხრათ, მასმე რაც ხედავთ, რომ ბოლო 5-6 წელი ხაზგასმით მაინც. ქართული ოცნება თელ თავის პოლიტიკურ კრედიტს და რაღაც ენერგიას დებს იმაზე, რომ პოლარიზაცია გაიზარდოს და ამის ხარჯზე დარჩეს ხელისუფლებაში. დიალოგის შესაძლებლობას დიდად ვერ ხედავ იმ დაპირისპირებულ მხარეებს შორის, რომელიც ახლა ქვეყანაში გვყავს. თუმცა გამორიცხული რა თქმა უნდა არაფერი არ არის და ორივე მხარეს მოუწევს თუ ასეთ დიალოგი უნდა კომპრომისზე წასვლა, იქნება ეს ერთი მხრივ პატიმრების გამოშვება, მეორე მხრივ რაღაცა იქ პროცესებში მონაწილეობის მიღება და რაღაც არ გაღიარებს ყვირილის შეწყვეტა, მაგრამ ის რომ ახლა უცებ წარმოვიდგინოთ, რომ ვიღაცის მედიაციის და ჩარევის გარეშე ეს თავისთავად მოხდება, ეს ვერ წარმომიდგენია. შარლ მიშელის გახსოვთ, იმიტომ გახდა შესაძლებელი, რომ ევროპა მაშინ ძალიან პროაქტიულად იყო ჩართული, ჩამოვიდნენ აქ რაღაცა რამდენიმე რაუნდი იყო პრეზიდენტის დონეზე და რაღაცა ისიც კი იყო, რომ რაღაც ოთახში რო კეტავდნენ და სანამ არ მოილაპარაკებთ, გარეთ არ გამოგიშვებთ, ხო? აი ამ დონეზე გამოფიტვამდე მისული პროცესი. ხო, და ახლა ასეთი შუამავალი ძალიანც რო მოგვინდეს, შეიძლება ვერ ვიპოვოთ. არც იქნება შარლ მიშელი ორი ამბობს. კი. ნუ ეხლა განცხადების დონეზე შეიძლება ბევრი რამე თქვა და მე გადათქვა, მაგრამ შუამავალი მედიატორის როლს ვინც იკისრებს, ყველა მაგ ხალხთან ქართულ ოცნებას აქვს საქმე გაფუჭებული. მაშინ ჯერ უნდა ვნახოთ ნაბიჯად, რომ ქართულმა ოცნებამ დაალაგოს ურთიერთობები სიტყვაზე ამერიკელებთან, ან ევროპელებთან და მე ისინი გახდნენ ამ მედიატორები ამ პროცესის, რომ მოდი იცით ერთმანეთს შერიგით, მაგრამ როდესაც იქით ყველას ეჩხუბები მე რა დიალოგია მე ვერ წარმომიდგენია. და სად ხედავთ მაშინ პოლიტიკურ პროცესს აი ახლა მოსკოვის მექანიზმი გამოქვეყნდა და მას მიიჩნევენ მნიშვნელოვან სამართლებრივ თუ პოლიტიკურ ინსტრუმენტად საერთაშორისო თუ ადგილობრივ დონეზე და სიტუაცია არის ჩიხური. თუ კი ერთმანეთს ვერ ესაუბრებიან და თან ისეთი წინაპირობებია, რომლის შესრულება ვერ მოხდება, მაშინ როგორ შეიძლება პროცესი გაგრძელდეს? რა აიძულებს ერთ ან მეორე მხარეს, რომ კრიზისის მოსაგვარებლად რაღაც რესურსი გაიღონ? გამოფიტვაზე მიდის ახლა როგორც ხვდები დაპირისპირება, ერთი მხრივ ქართული ოცნება ცდილობს, რომ ეს ნარატივი შეინარჩუნოს, რომ ისინი რაღაცა მშვიდობის პარტიაა და ყველა დანარჩენს ომი უნდა, სხვადასხვა ზუსტად იგივეს ხედავთ უნგრეთშიც, სადაც წინა საარჩევნოდ ორბანმა გადაწყვიტა, რომ ერთიეთში იგივე სტრატეგია გამოიყენებინა, იქაც ისახენ რომ რაღაც ჩვენ ვართ მშვიდობის მთავრობა და ყველა დანარჩენს რაც უკრაინასთან შეერთება უნდათ ომი რო აქეთ გაგრძელდეს და ევროპა მომი ჩაიტანოს უნგრეთშიც. ჯერჯერობით სწორად აღნიშნეთ ჩიხური სიტუაციაა. მე ვერც იმას ხვდები, თქვათ ეს ქართულმა ოცნებამ დებატები გახსნა ეს რაღაცა სიტუაციის შერბილებისკენ არის მათი მხრივ გადადგმული ნაბიჯი და რაღაცა პოლარიზაციის შემცირებისკენ თუ ახსნას ამას ვერც უძებნი ჯერჯერობით. მაგრამ რაც შეეხება მოსკოვის მექანიზმს, ეს ხო უფრო უმეტესად პოლიტიკური დოკუმენტია, მაგრამ ალბათ ყველაზე უფრო ძლიერი პოლიტიკური დოკუმენტი, რაც აქამდე გაუკეთებია დასავლეთს და რა შეფასებაც დაუდია. იმიტომ რომ ადრე იყო სხვადასხვა ქვეყნების შეფასებები, რომელიც ერთმა ქვეყანამ მეორეს ციტირებას დიდად არ დაიწყებს რაღაცნაირად, რა, როდესაც ამ შეფასებებზე საუბარი, მაგრამ როდესაც ეუთოს ეს ინსტიტუცია ჩამოდის და უკვე ასეთ დასკვნას დებს, რომლის დიდ ნაწილს ვეთანხმები და სწორი შეფასებებია გაკეთებული, მაგრამ საკრიტიკოც არის ამაზეც შეგვიძლია მე ხაზი გავუსვათ. ეს რა თქმა უნდა გამოყენებული იქნება შემდეგ ქართული ოცნების მიმართ ყველა საერთაშორისო კომუნიკაციაში და ის იზოლაცია, რომელიც ქართულ ოცნებას აქამდე ჰქონდა, კიდევ უფრო გაგრძელდება. ახლა კი აქამდე კი ხაზგასმით იძახდნენ, რომ ჩვენ ამერიკასთან ურთიერთობა იმიტომ გაგვიფუჭდა, რომ წინა ადმინისტრაცია deep state და მთელი ამბები, მაგრამ ხო ფაქტად დადგა, რომ ავერც ტრამპთან ვერ დაალაგდნენ, ვერც ტრამპთან ვერ გამონახეს საერთო ენა, იქნებოდა ეს იმ ინტერესების გათვალისწინება, რაც ამერიკას ახლა აქვს, იქნება ეს რაღაცა ენერგეტიკული დერეფნების ინტერესები, ბუნებრივი რესურსების დერეფნების ინტერესები, აგერ ამერიკას ამხელა ინტერესის ობიექტი გაუჩნდა ჩვენ სამეზობლოში, ხო? ტრამპის დერეფანზე არის საუბარი. სადაც საქართველოს შეიძლება უდიდესი როლი შეასრულებინა ამ ყველაფრის მათ შორის როგორც კონფლიქტის მედიაციაში, რომ აი თბილისში ყოველთვის ეგრე ხდებოდა თბილისში, კავკასიის რაღაც საქმეები თბილისში კარგად წყდებოდა, იმიტომ რომ რაღაც ნეიტრალური ადგილი იყო ისეთი, სადაც ყველას ნორმალური ურთიერთობა ჰქონდა და შეიძლებოდა ჩასვლა. ეს შესაძლებლობა გავუმაზეთ
აი ეს ტრამპის დერეფანზე თითქმის არაფერს ვაკეთებთ. ამის საპირისპიროდ ქართულმა ოცნებამ ტარიფების დაწესებაც კი იცადა, რომელიც მე უკან წაიღო, მაგრამ ეგ ხო არის მაჩვენებელი იმისა, რამდენად არასწორად აფასებენ სიტუაციას. ასე რომ მართალი ძანდებით, ეხლა ჩიხურ სიტუაციაში ვართ. მაგრამ აი ვისია და ქართულ ოცნებაზეა სრულად დამოკიდებული ამ ჩიხურის სიტუაციიდან ქვეყანა გამოვა თუ არა, თუ რა შეიძლება იყოს განმაპირობებელი, იმიტომ რომ აი მაგალითად ჩანს რომ მათთვის მაინც და მეც ასეთ მსუბუქი, როგორც ამბობენ, არ არის ეს დოკუმენტი, რადგან დღეს კობახიძე ამბობს, რომ რეკომენდაციები კი ბატონო პოლიტიკურად მიკერძოებულია და პოლიტიკური სარჩული აქვს მთელ ამ დოკუმენტს, მაგრამ არის რაღაცები რისი გათვალისწინებაც შეიძლება, ანუ შეიძლება ეს მათთვის მისაღები პირობები იყოს ძალიან ბევრია და რამეს აარჩევენ. მაგრამ ფაქტია რომ რაღაც მინიმალური ალბათ იოტის ოდენა მზაობა აქვთ რომ ის მძიმე შედეგები რაც შეიძლება იყოს მათთვის მოსალოდნელი ის თავიდან აირიდონ. რა შეიძლება გააკეთოს ახლა თავად ქართულმა ოცნებამ ახლა? იცით რა, ქართული ოცნება თავისივე შექმნილი სიტუაციის მსხვერპლია, მე როგორც უყურებ. იმისთვის რომ ძალაფულებაში დარჩენილიყო, მათ ყველაფერი გააკეთეს მტრების დემონიზაციით, მოწინააღმდეგეების დემონიზაციიდან დაწყებული, ძალიან ცუდი კანონების მიღებით დამთავრებული და მეტიც მგონია რომ ახლა რაღაცა ოპოზიციაშიც რაღაცა საცეცები აქვთ შემოყოფილი იმ მხრივ რომ ეს რაღაცა ცდილობენ ისეთი სიტუაცია მოაწყონ, სადაც ყველა ჯანსაღი გაერთიანების ან ოპოზიციის განწმენდის პროცესს ხელი შეუწყონ, თუნდაც ეს რაღაცა უცნაური გაერთიანება, რომელიც ახლა მოხდა. განწმენდის პროცესია ეს? არა, პირიქით არ არის, მაგას ვიძახი. ამ განწმენდის პროცესის აუცილებელი ნაწილი იქნებოდა ერთმანეთის მიერ წაყენებული პრეტენზიების პასუხის გაცემა და საჯაროდ დაჯდომა და ლაპარაკის დაწყება. და როდესაც ეს არ ხდება და უბრალოდ შეთანხმება იმაზე, რომ მოდი ერთმანეთს თავს არ დავესხათ და უბრალოდ რაღაცა ერთად დავდგეთ იმისთვის, რომ მე ოცნებამ რამე თუ შეეშალა, ჩვენ უცებ გადავიბაროთ ძალაუფლება, ეს არანაირი განწმენდის პროცესი არ არის, ეს არის ქართველი ამორჩევლის, მათ შორის ოპოზიციური ამორჩევლისთვის თვალში ნაცრის შეყრა. ხო და ამ სიტუაციაში ქართულმა ოცნებამ რა უნდა ქნას, თავისი ოპოზიციიდან უკან თუ დაიხევს თუ ამის გვჯერა, მაშინ შეგვიძლია ვთქვათ, რომ კი, რა ვიცი, ქართულმა ოცნებამ შეიძლება რიტორიკა შეცვალოს და ამით სიტუაციიდან გამოვიდეს, მაგრამ მე ამის არ მჯერა. ეხლა თითქოს სათამაშო სვლები არ არის დაფაზე, რაღაცნაირად ცუქცვანგივით არის, ანუ არ არის სვლა, რომელიც ან ოპოზიციის მხრიდან, ან ქართული ოცნების მხრიდან რაღაცა თან თავის ნარატივს შეინარჩუნებდა და თან ისეთ რამეს გააკეთებდა, რომ სიტუაციის განუხტას დაიწყებდა. თქვენ როგორ უყურებთ თქვენს როლს ან თქვენს თავს ამ პროცესში? დებატებში იღებთ მონაწილეობას, მაგრამ გარკვეული ჯერ არ გაქვთ ეს დებატები რატომ დასჭირდა ქართულ ოცნებას, იყენებს თუ არა სათავის. რა თქმა უნდა, სათავისოდ იყენებს, მაშინ სხვა მედიებშიც ივლიდა და ფართოდ უფრო გახსნიდა, ასე ვთქვათ, გახსნიდა. უცბად მაინტერესებს, აი რომ ამბობთ სათავისოდ იყენებს, თუ რა სარგებელი წარმოგიდგენიათ ამ დებატებისგან ქართულ ოცნებას? კი ბატონო, იტყვის რომ აი ვესაუბრებით, გავხსენით, ყოველ შემთხვევაში იტყვის რომ ჩვენ ამ თემაზე გვისაუბრია, მაგრამ ისინი უარს ამბობენ ჩვენთან შემოსვლაზე. არა, მაგას ვერ იტყვის და რატო? ჯერთი რომ ოპოზიციის ნაწილი აკრძალული ყავს, ასე ვთქვათ, აკრძალულია საკონსტიტუციო სარჩელი აქვს ჩეტანილი და გაუქმება უნდა და მათ არც დებატებიან. თუმცა ერთი უცნაური ამბავი კი მოხდა ჩვენთან ტელევიზიაში TV16-ში, სტუმრად იყო ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელი, ჩვენ დაგვპატიჟესო ერთ-ერთ დებატზეო და არ მივედითო, რაც რაღაც ხრი უცნაური იყო, მაგრამ მაგას თავი დავანებოთ. შეუძლებელია ეს დებატები გაყიდოთ თუნდაც დასავლელ მეგობრებთან, მეგობრები აღარ არიან მათთვის, მაგრამ დასავლელ პარტნიორებთან, იმ მხრივ რომ აი ჩვენ ოპოზიციას ვედებატებით, იმიტომ რომ მიუხედავად იმისა, რომ მე ძალიან მაწყობს ეგ დებატები და მე მგონია რომ ჩვენ რამდენჯერაც მივედით იმ დებატებზე, იმდენჯერ საჩვენოდ წამოვიღეთ სიტუაცია, მაგრამ ვერ გაყიდი ამ დებატებს ისე რომ შენ ოპოზიციას ედებატები, როდესაც აქეთ ხარეს ყავს არც 5%-იანი პარტია ჩვენი სახით. ანუ ის 40%, რომელსაც აიგნორებ, რომელიც ოპოზიციური ამორჩეულია 40, 45, 50, არ ვიცი რამდენიც არის. მათი წარმომადგენლების, ასე ვთქვათ, მექანიკურად ჩაჩოჩებით დასავლელები ამას არ იყიდიან, თითქოს ეს არის ანუ მათი მხრიდან უარი დებატებზე ლეგიტიმური არგუმენტებით აიხსნება ოპოზიციის მხრიდან უარი ამ დებატებში მონაწილეობაზე. რაც იქვე თქვა ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელმა, თქვა რომ დასანქცირებულ ტელევიზიაში არ მივალ და თითქოს მაგარ არა, ვტყვი პატიმრებთან დაკავშირებით იყო ჩვენთვისო წითელი ხაზია, რომ აი სანამ პატიმრებს არ გამოვშვებ, დებატებში არ მოვალ თუ რაღაც ასეთი და მე ესეც ჩემთვის არ არის თვალ დამაჯერებელი, იმიტომ რომ მიდი და იქ ილაპარაკე პატიმრებზე, ხო, სიტყვაზე, ანუ ქართული ოცნება თუ გაძლევს საშუალებას, რომ მის სამორჩეველს და
ელაპარაკო ერთ-ერთ ყველაზე რეიტინგულ ტელევიზიებში მიხვიდე და დაამარცხო რაღაც პოზიციაზე. მაგრამ ამ შესაძლებლობის ხედიდან გაშვება, მგონია რომ წარმოუდგენელი უნდა იყოს პოლიტიკური პარტიის. კი ბატონო, საბა უნდა დავასრულოთ სამწუხაროდ. მადლობა რომ იღებდით გადაცემაში მონაწილეობას. ჰერმან საბო იყო ჩვენი გადაცემის სტუმარი. რეკლამა